ერთმა კაცმა ბაზარში გოჭის 60 ლარად იყიდა და მალევე 70 ლარად გაყიდა. მოგვიანებით ინანა, იგივე გოჭი უკვე 80 ლარად გამოისყიდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გაყიდა, ამჯერად 90 ლარად. თქვენი აზრით, ჯამში რამდენი ლარი მოიგო ამ კაცმა? კაცმა ვაჭრობაში 20 ლარი მოიგო, რადგან პირველ ვაჭრობაში მიღებულ 10 ლარს ემატება მეორე ვაჭრობის 10 ლარი. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე თანმიმდევრობით ჩამოწერეთ ყველა ნატურალური რიცხვი 1-დან 100-ის ჩათვლით. დამისახელეთ, სულ რამდენზე მოგიწიათ ციფრი 9-ის დაწერა? ერთიდან 100-მდე რიცხვებში ციფრი 9 გვხვდება 20 ჯერ. პაციენტს აქვს 2 წამალი. ექიმის მითითებით, პირველი წამლის დალევიდან მეორეს დალევამდე უნდა გავიდეს ზუსტად 15 წუთი. მას აქვს მხოლოდ 2 ქვიშის საათი, 7 წუთიანი და 11 წუთიანი. როგორ უნდა განსაზღვროს ზუსტი დრო, რომ მეორე წამალი დროულად მიიღოს? წუთის მისაღებად 2 ხერხი არსებობს. უფრო მარტივი ხერხი პაციენტისთვის წამლის მიღებამდე არის შემდეგი. შეუძლია ორივე ქვიშის საათი დადოს და დაელოდოს 7 წუთიანი საათის დრო, რომ ამოიწუროს. როცა ამოიწურება 7 წუთიანის დრო, 11 წუთიან ქვიშის საათზე დარჩენილი იქნება 4 წუთი. ზუსტად ამ დროს დალიოს უნდა წამალი. როცა დაიცლება ქვიშის საათი, ისევ თავიდან უნდა დააწყებინოს 11 წუთიან ქვიშის საათს ათვლა. გამოდის, რომ ამ მოქმედებით 15 წუთის გამოთვლას მოახერხებდა. ლოკოკინა შემთხვევით ჩავარდა 10 მეტრის სიღრმის ჭაში. მან გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად ამოვიდეს ზედაპირზე. ლოკოკინას გადაადგილების ტემპი ასეთია. დღის განმავლობაში ის ხალისით ადის 3 მეტრს ზევით. ღამის განმავლობაში, სანამ მას სძინავს, ის სრიალდება და 2 მეტრით ქვევით ჩამოდის. თქვენი აზრით, რამდენ დღეში მოახერხებს ლოკოკინა ჭიდან ამოსვლას? ლოკოკინა გამოდის, რომ დღეღამის განმავლობაში მხოლოდ 1 მეტრით მიიწევს წინ. 7 დღეღამის გასვლის მერე ის 7 მეტრამდე იქნება ამოსული, ხოლო მერვე დღეს, როცა ისევ ავა 3 მეტრს, უკვე ჭის ზედაპირზე იქნება და გამოდის, რომ უკან ვერ ჩასრიალდება. აქედან გამომდინარე, მას 8 დღე დასჭირდებოდა ზედაპირზე ამოსასვლელად. თქვენ წინაშეა 3 იდენტური ყუთი. ერთ-ერთ მათგანში დამალულია ოქროს მონეტა. თითოეულ ყუთზე გაკეთებულია წარწერა, თუმცა ცნობილია ერთი გადამწყვეტი პირობა. ამ 3 წარწერიდან მხოლოდ ერთია სიმართლე, დანარჩენი 2 კი მცდარია. პირველი, მონეტა ამ ყუთშია. მეორე, მონეტა ამ ყუთში არ არის. მესამე, მონეტა პირველ ყუთში არ არის. თქვენი აზრით, რომელ ყუთში იმალება ოქროს მონეტა? მონეტა რომ პირველ ყუთში იყოს, მართალი იქნებოდა პირველი და მეორე წარწერა. მონეტა რომ მესამე ყუთში იყოს, მართალი იქნებოდა მეორე და მესამე წარწერა. თუ მონეტა მეორე ყუთშია, მაშინ პირველი და მეორე წარწერა ტყუილია, ხოლო მესამე სიმართლე. აქედან გამომდინარე, მონეტა მეორე ყუთშია. წარმოიდგინეთ, რომ მიწაში ამოთხარეს ორმო, რომლის ზომებია: სიგრძე 2 მეტრი, სიგანე 2 მეტრი, სიღრმე 2 მეტრი. თქვენი აზრით, რამდენი კუბური მეტრი მიწაა ამ ორმოში? თუ ორმო ამოთხრილია, ეს იმას ნიშნავს, რომ იქიდან მიწა უკვე ამოღებულია. ორმო თავისი არსით არის ცარიელი სივრცე. შესაბამისად, მასში მიწა საერთოდ არ არის.
ექიმმა პაციენტს მკურნალობის კურსი დაუნიშნა და მისცა 3 აბი. მან პაციენტს მკაცრი მითითება მისცა. წამლები უნდა მიიღოს ზუსტად ყოველ 9 საათში ერთხელ. თქვენი აზრით, რა დრო დასჭირდება პაციენტს 3-ვე აბის დასალევად? ყველა აბის დალევას დასჭირდება ზუსტად 1 საათი, რადგან პირველი აბის დალევის შემდეგ 9 საათში უწევს მეორე აბის დალევა და მესამე აბის დალევა კიდე 9 საათში. აქედან გამომდინარე, 3 აბს დალევდა 1 საათში. ხის მორის ორ ნაწილად გასაჭრელად საჭიროა 2 წუთი. რამდენი წუთი დასჭირდება იმავე მორის 10 ნაწილად დაჭრას? მორის ორ ნაწილად დასაყოფად საჭიროა მხოლოდ 1 გაჭრა. გამოდის, რომ 1 გაჭრას სჭირდება 2 წუთი. იმისთვის, რომ მორი 10 ნაწილად დაიჭრას, ჩვენ გვჭირდება არა 10, არამედ 9 გაჭრა. აქედან გამომდინარე, 9 უნდა გავამრავლოთ 2-ზე და დაგვჭირდებოდა 18 წუთი.